ნეიროგრაფიკა ეს არის აზროვნების ტრანსფორმაციის თანამედროვე მეთოდი, ნახატის მეშვეობით აერთიანებს შემოქმედებას, ფსიქოლოგიას და ადამიანის შინაგან მდგომარეობასთან მუშაობას. ბედის მატრიცა კი არის თვითშემეცნების სისტემა, რომელიც ადამიანის დაბადების თარიღის საფუძველზე ავლენს მის ნიჭს, რესურსებს, ცხოვრებისეულ ამოცანებსა და განვითარების პოტენციალს. სალამი, მე ვარ ქეთი გავა, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი და ასევე ბედის სრული მატრიცის საბაზისო კურს დამთავრებული. ამ ორი ინსტრუმენტის გაერთიანებით შექმნილი ახალი საავტორო პროგრამა ნეიროგრაფიკა და ბედის მატრიცა ტრანსფორმაცია მატრიცული დანიშნულების მიხედვით. როგორ მუშაობს ეს მეთოდი? ბედის მატრიცა აჩვენებს შენს ნიჭებს, ძლიერ მხარეს, სულის ამოცანას, ენერგიებს, რომლებიც მართავენ შენს ცხოვრებას. ნეიროგრაფიკა კიდე გეხმარება შინაგანი ბლოკების რესურსად გადაყვანაში, გადაქცევაში, ემოციური დაძაბულობის მოხსნაში, შინაგანი სცენარების გადახატვაში და შენი პოტენციალის გააქტიურებაში ნახატის მეშვეობით. ამ კურსზე იქნება 4 კვირის მანძილზე გაანალიზება შენი ბედის მატრიცის კონკრეტულად ნიჭზე რა ენერგია ზის, მისი დამუშავება თუ მინუსია, მისი გადაყვანა პლუსში და ამუშავება პლუსში ამ ენერგიის, როგორ უნდა მოახდინო მისი რეალიზაცია და ამ რესურსის პირდაპირ გამოყენება, ამას გაიგებ კურსზე, დაინახავ რა ბლოკები გიშლის ხელს, ისწავლეთ რა თქმა უნდა ნეიროგრაფიკის მდგომარეობის შეცვლას, ტრანსფორმირებას. პროგრამა არის ერთთვიანი, 4 კვირის მანძილზე ხორმად დავამუშავებთ ამ ყველაფერს. გვექნება 4 ონლაინ შეხვედრა, ნეიროგრაფიკის ეტაპობრივი შესწავლა, იქნება პრაქტიკები და საშინაო დავალებები, საავტორო ალგორითმები, სრული მხარდაჭერა, შენ გაიგებ შენს ნამდვილ ნიჭს მატრიცის გამოთვლით, დაინახავ შენს დანიშნულებას, ისწავლი საკუთარ მდგომარეობასთან მუშაობას, შეძლებ შინაგანი ბლოკების დამოუკიდებლად ტრანსფორმირებას, მიიღებ ინსტრუმენტს, რომელიც მთელი ცხოვრება დაგრჩება. კურსი არის კამერული, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეების რაოდენობა შეზღუდულია, რომ თითოეულ დამსწრეს დაეთმოს მაქსიმალური ყურადღება. ფაქტიურად ყველაფერი მოგიყევით, რაც არის ამ კურსზე, თუ უფრო მეტი დეტალი და ინფორმაცია გაინტერესებს, დაწერე კომენტარებში სიტყვა კოდი და პირადში მოგწერ სრულ პროგრამას.